სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას რო აღიარებენ ევროპელებიო, შენ როგორ ფიქრობ? თქვენ თუ გაინტერესებთ ლეგიტიმაციის ლექსიკონური განმარტება, შეიძლება სადმე წაიკითხოთ, ანუ ამას მე არ ვჭირდები. ნებისმიერ ასეთ ლექსიკონურ განმარტებაში ეწერება, რომ 6 წლით არჩეული ადამიანი იქნება 6 წლით არჩეული, 5 წლით არჩეული, 5 წლით. სხვა მხრივ რაც შეეხება ქალბატონი სალომე, მე არასდროს არ მიმაჩნდა ლეგიტიმურად. ქალბატონი სალომე, როცა აირჩიეს 2018 წელს, ქართველ ხალხს არ აურჩევია. ხმა მიცეს ბიძინას. ძალით აარჩევინა ქართველ ხალხს. ჩემი აზრით იყო ყველაზე თავს მოხვეული პრეზიდენტი. ქართველი ხალხი ხაზავდა 48-ს და ფიქრობდა 41-ზე. გავიდა დრო აქედან და ცოტა ხანში ბიძინას დაჭირდა სალომე უკვე ოპოზიციურ მოედანზე, იმისთვის რომ ოპოზიციონერებისთვის დეგენერატული გეგმები შეეთავაზებინა როგორც გამოსავალი და ამ მიმართულებით წაიყვანა მათი ცხოვრება, არასწორი მიმართულებით. გადმოაგდო ოპოზიციის მხარეს და ცოტა ხანში ოპოზიციამ, რომელიც მანამდე სალომეს ლანძღავდა, ხმა არ მიუცია და ასე შემდეგ, მიიღო რაღაცა თავის რჩეულ დედოფლად. უცბად ის ხალხი, ვინც აირჩია სალომე 2 წლის წინ, სალომეს წინააღმდეგ წავიდა. შესაბამისად, აი რანაირი ლეგიტიმაცია არის, ვინც აგირჩია, ჯერ ვინც აგირჩია, ბიძინას ხალხი აგირჩია, მერე ვინც აგირჩია, ყველას 90% დაკარგე. და შენი მხარდამჭერები არის 90% უკვე ის ხალხი, ვისაც არ აურჩევი ხარ. და ახლა ვადაც გავიდა.